New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურებისათვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა. ამერიკული გამოცემის თანახმად საქართველოს, კერძოდ კი ქუთაისი ერთ-ერთი ადგილი არის, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი არის მსოფლიოში, სავსე არის მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმული არის საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპისა და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირ ფრენების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისათვის უფრო მიმზიდველი გახდა, ნათქვამი არის New York Times-ის სტატიაში. და როგორც ავტორი წერს, მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისში ახალი ციფრული ინტერაქციული მუზეუმიც გაიხსნებაო, რომელიც ყოფილ სამეფო რეზიდენციაში განთავსდება და ქალაქის 3500 წლიან ისტორიას გაუსვამს ხაზს. ახალ კულტურულ ცენტრში სახალხო საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით მოეწყობა. ქუთაისი აგრეთვე არის იდეალური ადგილი კავკასიის მთებისა და შავი ზღვის სანაპიროს მღვიმეების, სასახლეებისა და სოფლების დათვალიერების დასაწყებად, თუმცა ტურისტებს შეუძლიათ, რომ მარტივად დარჩნენ ქალაქში და მისი ისტორიული ცენტრი დაათვალიერონ და მათ შორის ცნობილი მწვანე ბაზარი, კაფეები, ბარები, რესტორნები და მათ შორის ძველი ეკლესიები.